მოგესალმებით გრიმუარის არხზე, დღეს კვლავ გვექნება ტაროს საჯარო გაშლა. ამჯერად კითხვით, რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში უახლოესი 3 თვის განმავლობაში. ფოკუსირდით ამ კითხვაზე, იფიქრეთ თქვენს ცხოვრებაზე, მის სხვადასხვა სფეროებზე, მაგალითად იმაზე, რისი შეცვლაც გენდომებოდათ და აირჩიეთ აქ მოცემული 3 ვარიანტიდან ის, რომელსაც გიკარნახებთ თქვენი გული და შინაგანი ხმა. თუ გიჭირდებათ მეტი დრო იმისათვის, რომ მოიფიქროთ და აპაუზეთ ვიდეო და შემდგომ განაგრძეთ ყურება. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და გამიზიარეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. მაგალითად დამიწერეთ, რაზე გენდომებოდათ, რომ ჩამეწერა მომდევნო ვიდეო, ან რეზონირდა თუ არა ეს გაშლა. რადგან დამჯერეთ თითოეული თქვენი რეაქცია, კომენტარი, ლაიქი და ზოგადად ნახვები ამ ვიდეოებზე ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს იმისათვის, რომ განვაგრძო ამ ვიდეოების ჩაწერა და იმისათვის, რომ არ მქონდეს ისეთი დიდი პაუზები ჩვენს YouTube არხზე თუ ზოგადად ვიდეოების ჩაწერაში, როგორიც მაქვს ხოლმე. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ თუ კი გსურთ ეზოთერული შინაარსის კურსების გავლა, მაგალითად თუ გინდათ რომ დაეუფლოთ თავდაცვით მაგიას, დაიცვათ საკუთარი თავი უარყოფითი ენერგიისაგან, ადამიანების ნეგატიური ზეგავლენებისაგან, გაიგოთ როგორ გაწმინდოთ საკუთარი თავი, ან თქვენი სივრცის ენერგეტიკა. ან თუ გსურთ მაგალითად მეტი ბარაქის, ფინანსების, წარმატების მოზიდვა და თუნდაც მაგალითად სურვილების ასრულებაზე მუშაობა, შეგიძლიათ გაიაროთ ისეთი კურსები, როგორიც არის თავდაცვითი მაგია და ფინანსური მაგია. ჩემი საავტორო კურსები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე grimoire.g. თითოეულ ბმულს დაგიტოვებთ ვიდეოს ქვეშ აღწერაში, სადაც შეძლებთ იპოვოთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაციაც იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომ პირად კონსულტაციაზე ჩაეწეროთ და დავტოვებ საიტის ბმულსაც, სადაც იხილავთ კურსებს. ახლა კი დავუბრუნდები ჩვენს ვიდეოს და დავიწყოთ პირველი ვარიანტის ახსნით. მარსადამე, რა შეიცვლება უახლოეს 3 თვეში, მათ ცხოვრებაში ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. აი პირველი რაც ეგრევე გამახსენდა ამ კარტების კომბინაციაზე არის ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სიტყვები რაღაც არსებობს. აქედან მოვიკითხავ მიშოს, ხშირად იმეორებს ხოლმე ჩვენ საუბარში, როდესაც რაღაც საინტერესო დამთხოვებზე, სინქრონიზაციებზე, სულიერ ეზოთერულ საკითხებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ხშირად ამბობს ხოლმე ამ სიტყვებს, რაღაც არსებობს. რაშიც იგულისხმება, მოდით ესე ვთქვათ, შეხება მიღმიერ სამყაროსთან. ეს არის მომენტი, როდესაც ხვდები, რომ რაღაც არსებობს, რაღაც მიღმა, პატარა ადამიანური და მატერიალური სამყაროების მიღმა და როდესაც ხვდები, რომ სამყაროში რაღაც დიდი მექანიზმის ნაწილი ხარ, შეიძლება რაღაც ძალის, შეიძლება ეს ყველაფერი გულისხმობდეს მაგალითად ღმერთის არსებობას და ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ეს არის შეხება სულიერ სამყაროსთან. ეს არის შეხსენება ადამიანისათვის, რომ რაღაც არსებობს და ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური სამყარო. თქვენ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ამ 3 თვის მანძილზე სწორედ ეს იცვლება. თითქოს ნახეთ როგორი საინტერესო ესეთი ტრანზიცია გვაქვს იმპერატორის არკანიდან 4-იანიდან უეცრად გადავდივართ ვარსკვლავში, რომელიც არის ციური სხეული, რომელიც განასახიერებს სულიერ სფეროს, რომელიც განასახიერებს მოდით ესე ვთქვათ, ნათებას ციდან, თუნდაც ესე დავარქვათ პოეტურად. ეს ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მინიშნებების სამყაროს მხრიდან, კავშირი ღმერთთან, კავშირი რაღაც უფრო მაღალთან, იმიტომ რომ ვარსკვლავი ეს არის იმედის მომცემი კარტი, ვარსკვლავი ეს არის მშვიდობის მომცემი კარტი, სიმშვიდის, მოსვენების, დასვენების, ამოსუნთქვის და ყველაფერი ასეთი დადებითის, ფაქტობრივად კათარზისს განასახიერებს ემოციურ, სულიერ, ფსიქოლოგიურ დონეზე. ასე რომ თუ კი თქვენ გქონდათ აქამდე რთული, სტრესული ან ძალიან დატვირთული პერიოდი, როგორც იქნა შეძლებთ დასვენებას. თუმცა თუ კი თქვენ გადიოდით შედარებით უფრო რთულ რაღაცას, რაც შეიძლება იყოს სულიერი ან ფსიქოემოციური კრიზისი, მაშინ სწორედ ახლა მოიპოვებთ სიმშვიდეს. ვარსკვლავი გარდა ამისა გვაჩვენებს, როგორც უკვე გითხარით, იმასაც, რომ გაძლიერდება თქვენი კავშირი სამყაროსთან, გაძლიერდება თქვენი კავშირი ღმერთთან, თუ გინდათ ასე უწოდოთ, ან თქვენს მფარველ ანგელოზთან. გააჩნია რისი გწამთ და რა სიტყვებით გსურთ, რომ მოიხსენიოთ ეს კავშირი გარკვეულ მაღალ ენერგიასთან. ხომ პრინციპში სიტყვას დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს, რადგან ერთსა და იმავეზე იქნება პრინციპში აქ საუბარი. ასე რომ თქვენი რწმენას შეხედულებიდან გამომდინარე დაარქვით ამას სახელი, ყოველ შემთხვევაში, რასაც მე გირჩევთ აქ არის, რომ შეეცადოთ, რომ ეს კავშირი გააღრმავოთ. ნახეთ რატომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში თქვენ შეიძენთ მეტ რწმენას, მეტ თავდაჯერებულობას, მეტ სიმშვიდეს,
დაინახავთ რაღაცებს უფრო გამჭირვალეთ, მაგალითად შეიძლება აღმოაჩინოთ რაზე ოცნებობთ, შეიძლება აღმოაჩინოთ გულის სიღრმეში რა გინდათ. ბევრი რამ წამოვა, ესე ვთქვათ და ამოვა ზედაპირზე ბევრი საინტერესო ესეთი ჭეშმარიტება. თუმცა ვარსკვლავი აგრეთვე ძალიან ადუნებს. იმედი ადამიანს მართალი ანიჭებს სიმშვიდეს, თუმცა სიმშვიდე ადამიანს აგრეთვე აზარმაცებს. გადაყავს ის იმ მდგომარეობაში, ასაც შეიძლება დავარქვათ ფანტაზიების სამყარო, ოცნებების სამყარო და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახლად შეძენილი რწმენის, ახლად შეძენილი ცოდნის ან შთაგონების თუ გინდათ ესე დავარქვათ გაღრმავება, გამდიდრება ინფორმაციით უპირველეს ყოვლისა, რომ თუნდაც ცოდნას რომ შეიძენ, არ გადაეშვა ფანტაზიებში, არ ჩავარდე ხიბლში. მაგალითად, ბევრ ადამიანს, ვინც ინტერესდება ეზოთერიკით ან აღმოსავლური ფილოსოფიით, ახასიათებთ რა, ასე ვთქვათ, ცოტა შორს გასვლა ძალიან და მერე რაც არაადეკვატურ შეხედულებებში იჭრებიან, ან სრულად წყდებიან მიწას და მიწიერ ცხოვრებას. ეს არ დაუშვათ, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ მოდუნდეთ ამ გაგებით, არ გადაეშვათ ამ ვარსკვლავის არკანში, მაგრამ თუ გააღრმავებთ ამ კავშირს, რომელსაც შეიგრძნობთ ამ პერიოდში, ეს ყველაფერი შემოbrunდება ისე როგორც შეიძლება იყოს მაგალითად იღბალი ცხოვრებაში, შეიძლება იყოს პროცესები დადებითი თქვენს ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებები, ვინაიდან ორივე მაღალი არკანი ამოგვივიდა, ძნელია თქმა კონკრეტულად რომელ სფეროზე აისახება, რადგან იმდენ მასშტაბურია ეს ცვლილება, რომ დიდი ალბათობით აისახება ყველაფერზე. ანუ ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე, პირად ცხოვრებაზე, ყველაფერზე აბსოლუტურად. მთავარია უბრალოდ რომ ამ დადებით მდგომარეობაში არ გაჩერდეთ. რომ კიდევ უფრო მეტი მოინდომოთ, რომ მეტი წინსვლა იქონიოთ, რადგან ნახეთ, ფაქტობრივად დგებით არჩევნის წინაშე, დათანხმდეთ უბრალოდ იმ დადებით კავშირს სამყაროსთან და იღბალს, თუ გახადოთ ეს იღბალი კონტროლირებადი. თუ გახადოთ ეს იღბალი თქვენს ნებაზე დამოკიდებული, თქვენს არჩევანზე, თქვენს გადაწყვეტილებაზე, რომ შესაბამისად მომავალში შეძლოთ მისი გაფართოება, გაზრდა, გამდიდრება და გაუმჯობესება. ასე რომ ეს არის ჩემი პასუხი პირველი ვარიანტისათვის. იმედი მაქვს დაგეხმარებათ, აქ მოსმენილი ინფორმაცია, გამიზიარეთ აუცილებლად კომენტარებში, რას ფიქრობთ. მე კი გისურვებთ წარმატებებს და ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე. მასშტაბი, რა შეიცვლება მომდენო 3 თვის განმავლობაში მათთვის, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. როგორც ხედავთ, აქ ამოსული კარტების კომბინაცია გვაქვს სულელი და მონეტების დედოფალი, სადაც საკმაოდ ესეთი მკაფიო, მძაფრი ცვლილება არის ამ ორი კარტის ტონში, ხომ? სადაც ერთ შემთხვევაში ყავს მასხარა, ძალიან არასერიოზული კარტი, მეორეს მხრივ კი ესეთი მონეტების დედოფალი, ძალიან სერიოზული, ოფიციალური და დახვეწილი. საუბარი გვაქვს იმაზე, რომ პირველ რიგში დაფასდებით, როგორც პიროვნება, ნახეთ, რატომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ან რაღაც იწყებს ჩვენს აღქმას სერიოზულად. მაგალითად, თუ კი ყავთ შეყვარებული, რომელთაც გინდათ ურთიერთობების დასერიოზულება და ის, ძალიან ისე უდგება რა, ქარაფშუტად საკითხებს ან ჰაეროვნად, შეიძლება დასერიოზულდეს რაღაცები, დაგინახოთ მან და აღგიქვათ როგორც ძვირფასი, მნიშვნელოვანი და კარგი პარტნიორი. თუ კი საუბარია სამსახურზე და მაგალითად შედარებით დაბალ პოზიციას იკავებთ ან სტაჟირებას გადიხართ, შეიძლება ეს იყოს შტატში აყვანა, დაფასება თქვენი შრომის, შეიძლება უფროსმა თქვას, რომ რა ნიჭიერი და კარგი კადრი ყოფილა თურმე ეს ადამიანი და ასე შემდეგ. ნახეთ, რატომ აქ რაზეც არის საუბარი, არის რომ გამოდიხართ შეუმჩნეველი მდგომარეობიდან და ხდებით შემჩნევადი. ძირითადად ეს სფეროები მე ვფიქრობ, რომ მაინც უფრო ისეთ მატერიალურ სფეროებს ეხება და ღირებულებების ისეთ სფეროებს, როგორიც არის მაგალითად სტატუსი ადამიანის, რეგალიე, სახელი, პოზიცია, რაც ნაწილობრივ პირად ცხოვრებაზეც მოქმედებს. თუმცა, როგორც თქვი, ძირითადად უფრო მატერიალური სფეროები იქნება ეს და ალბათ თქვა 30%-ით შეიძლება იყოს ეს პირადი ცხოვრების სფეროებიც. ხდება თქვენი დაფასება როგორც პიროვნების და აგრეთვე ამასთან ერთად ხდება თქვენი როგორც პიროვნების გაუმჯობესება. მოსალოდნელია მოახლოესი 3 თვის განმავლობაში გარკვეული ფიზიკური ცვლილებები, მაგალითად როგორც შეიძლება იყოს იმიჯის შეცვლა და გაუმჯობესება, როგორც შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გარეგნობის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. მაგალითად თუ ფიქრობდით სპორტით დაკავებას და სპორტდარბაზში სიარულის დაწყებას, მშვენიერი დროა. თუ მაგალითად დიდი დროის მანძილზე იცავდით ჯანსაღყვებას და შედეგი არ გქონდათ, დიდი ალბათობით ამ 3 თვის განმავლობაში ნახავთ შედეგს. აგრეთვე ძალიან კარგი პერიოდი
პერიოდი იქნება იმ ხრივადაც, რომ დაიწყოთ თქვენი ფინანსური რესურსების გაკონტროლება. მაგალითად, აქამდე რაზეც ვერ აგროვებდით თანხას, აწი მომაგროვებთ. მაგალითად, თუ კი აქამდე ვერ ახერხებდით ფულის გადადებას სამოგზაუროდ, აწი შეძლებთ რომ გადადოთ და ასე შემდეგ. ნახეთ, იმდენად არ იცვლება თვითონ მოცემულობა, რამდენადაც იცვლება მისი გამოვლინება, მიხვდით? პირობითად თუ ხელფასი გქონდა X ლარი, ისევ X ლარი გაქვს, მაგრამ ორჯერ უკეთ იყენებ. თუ მაგალითად მუშაობდი რაღაც X ადგილზე, ისევ იქ იმუშავებ, მაგრამ ორჯერ უკეთ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩათვალეთ, რომ თქვენს შემთხვევაში ეს უახლოესი 3 თვე არის მეტი დაფასების, გაუმჯობესების და შესამჩნევი შედეგების მომტანი. დადებით შედეგებთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზრდება თქვენი თვითკმაყოფილების დონე, რა თქმა უნდა, გაიზრდება თავდაჯერებულობა, თვითშეფასება და ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვიზიდებთ კიდევ უფრო მეტ დადებით ენერგიას და პოზიტიურ განწყობას. როგორც საკუთარი თავისგან, შესაბამისად, სამყაროსგანაც. გისურვებთ წარმატებებს, იმედი მაქვს ეს პასუხი დაგეხმარებათ. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი. მე კი გადავალ ბოლო მესამე ვარიანტის პასუხზე. მარშსადამე, რა შეიცვლება უახლოესი 3 თვის განმავლობაში მათთვის, ვინც აირჩია მესამე ვარიანტი? პირველ რიგში ის, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის, რომ ორივე აქ მოცემულ არკანზე ამოვიდა თითქმის მსგავსი სიმბოლიკა, სადაც პირველ სურათზე ვხედავთ ადამიანს ხალხმრავლობაში, რომელიც თითქოს ამ ადამიანებს არის მოწყვეტილი, უკუღმა მიდის მეორე მიმართულებით, ხომ დინების საწინააღმდეგო და თავს გრძნობს ბერივით, განდეგილად, გარიყულად, მარტოდ, თავის სამყაროშია რა. მეორე სურათზე კი ვხედავთ თასების რვიანს, სადაც პირდაპირ არის გამოსახულება, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ქაოსი, შეიძლება რაღაც წვეულება და ადამიანი თითქოს გარბისაკენან გადახტა გიქონება ამ წვეულებიდან, რომ ოღონდაც დროზე გაეცალოს. ნახეთ, როგორი რაღაცა შინაარსობრივად მსგავსია, როგორც თქვი, ორივე და ორივე მეტყველებს გარკვეულ სოციალურ პრობლემებზე. მართალია ეს არ არის ცუდი პერიოდი და პრობლემები გამოხატული, როგორც მაგალითად კონფლიქტები ან დაპირისპირებები, მაგრამ მაინც შედარებით კრიზისული პერიოდის გავლა შეიძლება მოგიწიოთ უახლოეს 3 თვეში. თუ კი აქამდე იყავით ჩაკეტილი მაგალითად საკუთარ თავში, გაკლდათ ურთიერთობები, გაკლდათ კონტაქტები, ამ 3 თვის მანძილზე მიხვდებით ზუსტად რატომ გაკლდათ ეგ ყველაფერი და შეიძლება დარწმუნდეთ კიდეც, რომ ის ადამიანები, ვისგანაც თავი გაირიყეთ, თურმე მოსაშორებელი ყოფილა მართლა. მეორეს მხრივ გაშლა შეიძლება გვესაუბრებოდეს იმაზეც, რომ თუ კი ახლა ვიღაცებთან ერთად თავს გრძნობთ არაკომფორტულად, თუ კი ახლა ამ წუთში გაქვთ განცდა იმის, რომ არასწორ წრეში ხართ ან არასწორ ადამიანთან ხართ, ამ 3 თვის მანძილზე შეიძლება მართლა დატოვოთ ეს წრე ან მიატოვოთ ეს ადამიანი. თუმცა ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი თასების რვიანი, რა თქმა უნდა, ლოგიკურად მიდის 9-ამდე, ხო, რომელიც არის ბედნიერების კარტი, სიხარულის, სურვილების ასრულების კარტი და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გადადგათ ნაბიჯები. განდეგილიც და თასების რვიანით საერთოდ ორივე მეტყველებს რაღაცის ნებაყოფლობით დათმობაზე. ეს შეიძლება ერთის მხრივ იყოს სოციალური სფეროები, თუმცა რა თქმა უნდა, აქ არის აგრეთვე საუბარი ზოგადად გარკვეულ სულიერ კრიზისზე, გარდა ტეხაზე, ეს შეიძლება პროფესიაზეც კი აისახოს. ასე რომ მთლიანობაში მოგცემთ ესეთ რჩევას. თუ კი არის რაღაც ან ვიღაც, რაც გაწუხებთ, რაც ვერ მოგვარდა თქვენს ცხოვრებაში, რისი გაშვებაც გინდათ, მაგრამ რაღაც მიზეზით ვერ თმობთ, აუცილებლად დათმეთ. რადგან ამ დათმობას მოყვება არა დანაკარგი, არამედ პირიქით გაიხსნება მეტი, უფრო დადებითი პერსპექტივები. ჩათვალეთ, რომ ამ ერთი კარის დახურვით 9 კარს გააღებთ, დაახლოებით ამაზეა საუბარი. ასე რომ იყავით გამბედავი, დათმეთ ის, რაც დასათმობია, რადგან ამ ყველაფრის შედეგად თქვენ არამც თუ თავს ჩაიგდებთ უარყოფით ან ცუდ მდგომარეობაში, არა, პირიქით შემსუბუქდებით, თავს იგრძნობთ აეროვნად და მოგემატებათ ძალები და ენერგია იმისათვის, რომ შემოიტანოთ დიდი ხნის ნანატრი სიახლეები ცხოვრებაში. რაც პირველ რიგში ფიქრობ გამოიხატება სწორი ადამიანების, სწორი სოციუმის, სწორი, ასე ვთქვათ, გრძნობისა და განცდის გამზიარებლისა თუ გამზიარებლების პოვნით, მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს აგრეთვე საკუთარი თავის, საკუთარი ნიშის, საკუთარი მისიის, საკუთარი პროფესიისა თუ ინტერესების აღმოჩენაც. რთულია, როგორც თქვი ეს ყველაფერი, მაგრამ რთული არის უფრო ემოციურ და ინტელექტუალურ დონეზე. საკმაოდ ისეთი გონებრივად დატვირთული ფილოსოფიური 3 თვე გელოდებათ, ესე ვთქვათ. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში მე არ გირჩევდით ამ ყველაფრის გადადებას, რადგან ყოველთვის ჯობია ესეთი კრიზისები გავიაროთ დროულად და რა თქმა უნდა უფრო უმტკივნეულოდ.
ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს გადადებს და მე წლების მერე ერთიანად უწევს გავლა. ასე რომ თქვენ შემთხვევაში დათმობა, როგორც უკვე ვთქვი, მიდის უფრო საინტერესო დადებითი და ნათელი მომავლისკენ. იმედი მაქვს ეს პასუხი დაგეხმარებათ, გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი, მე კი გისურვებთ წარმატებებს. და ამაზე ჩვენი დღევანდელი ვიდეო სრულდება. ყველას მადლობას გიხდით ყურებისათვის, მადლობას გიხდით თითოეული ლაიქის, კომენტარისა თუ გაზიარებისათვის და დროებით გემშვიდობებით. მომავალ ვიდეომდე.